ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო დანაშაული და ამ დანაშაულზე დღეს თუ არა ხვალ სააკაშვილს აუცილებლად პასუხის გაცემა მოუწევს. რუსეთის დანაშაული რამდენად დიდი არის აი მომთან დაკავშირებით? იცით რაშია საქმე ხა? რუსეთს აქვს თავისი ინტერესები. და ჩვენ რატომ გვიკვირს, რომ ის თავისი ინტერესების განხორციელებას ცდილობს? შენ უნდა მე ამ ეთერში ვთქვი და მე უსინდისოდ ისევ რეალტივი ამოგლიჯა, ესე ვთქვათ, კონტექსტიდან და ატრიალა. შენ პირველ რიგში პასუხი უნდა მოთხოვო შენი ქვეყნის ხელისუფლებას, როცა შენ იცი, რომ ხაფანგია დაგებული. რატომ ეგები ამ ხაფანგში? როცა შენ გაფრთხილებს მთელი მსოფლიო, რომ არ წამოეგო არანაირ პროვოკაციას და შენ მაინც მიდიხარ ამაზე, ამას რა ქვია? შენ პასუხი უნდა მოთხოვო ვის? პასუხი უნდა მოთხოვო სხვა ქვეყნის ხელისუფლებას, ჩემი ქვეყნის ინტერესები რატომ არ გაითვალისწინე და რატომ დამჩაგრეო? თუ შენი სახელმწიფოს მეთაურს უნდა მოთხოვო პასუხი, რატომ ვერ გაიგე სწორად რა იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესებშიო? მე გეკითხებით უბრალოდ მართლა მაინტერესებს. მე მგონია რომ პასუხი უნდა მოთხოვო შენი ქვეყნის ხელისუფალს. უპირველეს ყოვლისა. იმიტომ რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. როგორი სურვილიც არ უნდა ქონოდა და რა თქმა უნდა რუსეთს აქვს სურვილი იმისა რომ აფხაზეთიც აკონტროლოს, ოსეთიც და დანარჩენი საქართველოც. რა თუნდა მას ლაპარაკი? და რომელ სუპერ სახელმწიფოს არა აქვს ინტერესი რომ სხვა სახელმწიფო აკონტროლოს არა მარტო თავის საზღვართან ახლოს, არამედ საზღვრებიდან ძალიან შორს. სუპერ სახელმწიფო რას ნიშნავს? ნიშნავს სწორედ იმას, რომ ის ვერ ეტევა თავის ჩარჩოებში. განსხვავება ჩვეულებრივ სახელმწიფოსა და უკაცრავად ახლა საზოგადოებას ბოდიშუხტი რომ ლექციის წაკითხვასავით მიწევს, მაგრამ ახლა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და რა კითხვა დაისვაკ პასუხობთ. განსხვავება ჩვეულებრივ თუნდაც დიდ სახელმწიფოებსა და სუპერ სახელმწიფოებს შორის არის ერთი, თავარი. რომ ჩვეულებრივი სახელმწიფოები, საქართველოსნაირი, თუნდაც იტალიისნაირი ეტევიან საკუთარ საზღვრებში და საკუთარი საზღვრების იქეთ მათი ინტერესები არ გადის. და სუპერ სახელმწიფოს პირველი ნიშანი არის სწორედ ის, რომ მისი ინტერესი გადის საზღვრებს გარეთ. ეს ეხება ამერიკასაც, ეს ეხება რუსეთსაც, ეს ეხება ჩინეთსაც, ყველა იმ დიდ სახელმწიფოს, რომელსაც სუპერ სახელმწიფოს პრეტენზია აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სუპერ სახელმწიფო ვერ იქნება. შეიძლება იყოს დიდი, მაგრამ ვერ იქნება სუპერ სახელმწიფო. რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს ინტერესები, რომ აფხაზეთი და ოსეთი აკონტროლოს. თუ მიცემ საშუალებას და თუ ისე კრეტინულად მოიქცევი და უპასუხისმგებლოდ როგორც მოიქცა სააკაშვილი, მას მეტი ინტერესი აქვს და კიდევ უფრო მეტის გაკონტროლებას მოისურვებს. რა არის ამაში, რა ახალი ამერიკა აღმოვაჩინეთ, ახალი რამე გავიგეთ, არ ვიცოდით აქამდე? ეხლა ძალიან დიდი ბოდიში მომწოვია და თავარია რომ დაუგმოთ ქალბატონო ნინო, თავარია რომ დაუგმოთ მათი ეს ინტერესი, თორემ ინტერესი რომ აქვს. არა, იცი რა, თავარი ის კი არ არის რომ დაგმო. აი მაგაში გეშლებათ ზუსტად და მაგანკეს წამოგაგოთ სააკაშვილმა. დაგმე და იყავი. და ორი ბაზა გეყოლება იქა და კიდე მოგემატება თუ ბევრს გააგრძელებ ლაპარაკს. მარტო ლაპარაკს და არა მოქმედებას. კი არ უნდა დაგმო. ისე უნდა იმოქმედო რომ ეს ინტერესები ვერ განახორციელებინო. განსხვავება დაინახეთ? აი ეს არის პრინციპული განსხვავება. სააკაშვილი მაგას აკეთებს, გმობს და სინამდვილეში ყველაფერს აძლევს. ძალიან ხმამაღალი დათმობის, დაგმობის შედეგია ის, რომ ცხინვალში ბაზა დგას, ოჭმაში გუდაუთაში ბაზა დგას, ოჩამჩირეში პორტი შენდება, შეიარაღება მატულობს და პერსპექტივა ამ ყველაფრის მოგვარების ნოლს არ აცილებია ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეხლა აკეთეთ ხმამაღალი განცხადებები. განმუხურში კიდე ფეიერვერკები ჩაატარეთ, დაყურებინეთ როგორ ხმამაღლა ვგმობთ და ნაბიჯები არ გადადგათ იმისათვის რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. და ვიყოთ ხმამაღალი დაგმობის და გულის ფხანვის მდგომარეობაში. ქალბატონო, ანძასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, რომ უბრალოდ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეს ეკუთვნის ბოლაშვილს და თქვენ გაკავშირებთ მასთან ბოლაშვილს და თქვენ გაკავშირებთ მასთან მეგობრულ ნათესაური ურთიერთობა. თუ გაქვთ ინფორმაცია, რატომ შეისყიდა ბოლაშვილმა ეს ანძა და ზოგადად რას უკავშირებთ ამ გარიგებას? იცით რაშია საქმე? მე მედიიდან გავიგე ის, რომ ეს ანძა შეუსყიდია ბატონ ბოლაშვილს. ეს არაფერს ჩემთვის არ ცulis. პირიქით, უფრო მეტით შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ბატონი ბოლაშვილი მართლა ძალიან კარგი ოჯახია, ძალიან ნორმალური ხალხია. ბოლაშვილის შვილი და ჩემი შვილი
კლასელები არიან და მეგობრები და ამ კლასელობის და მეგობრობის გამო სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდამ 2009 წელს 6 თვით ციხეში ამოყო თავი, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანმა. რაც შეეხება თავად ბოლაშვილი, მე გავიცანი 2008 წლის არჩევნებამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც მე ვეძებდი ყველა რაიონში ავტორიტეტულ ადამიანს და როცა მითხრეს, რომ სიღნაღში ერთ-ერთი ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც ხალხის მხარდაჭერით სარგებლობდა და რომელსაც უპრობლემოდ შეეძლებოდა არჩევნების მართლა რეალურად მოგება, ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ბატონი ვასო ბოლაშვილი. მე ძალიან გამეხარდა, როდესაც მე აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ამავდროულად ჩემი შვილის მეგობრის მამა ყოფილა. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მისი სიაში ჩაწერა მაშინ არ მოხდა. რაც შეეხება იმ პერიოდის შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად არანაირი შეხების წერტილი არ გქონია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სამწუხაროდ მისი შვილი აღმოჩნდა აბსოლუტურად უდანაშაულოდ ციხეში 2009 წელს და რამდენადაც მე ვიცი, ის დღემდე პირობითი მჟავრის ქვეშ არის. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ბატონ ბოლაშვილს არავითარი შეხება არ აქვს, ესე ვთქვათ, მედია სივრცესთან და სატელევიზიო ბიზნესთან. შესაბამისად, მე ვერაფრით ვერ წარმომიდგენია მას რეალური ინტერესი გამოეხატა ანძის შესყიდვასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ გაცემული დავალება, რომელსაც, ეხლა როგორც ყველა ბიზნესმენი, ალბათ ისიც იძულებული გახდა, რომ დაყოლოდა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, აი მტკიცებითი ფორმით 12 მილიონიანი ინვესტიციის ჩადების შესაძლებლობა ბატონ ბოლაშვილს ნამდვილად არ გააჩნია. მას არ აქვს იმხელა ბიზნესი, რომ მას კონდეს თავისუფალი 12 მილიონიანი, ასე ვთქვათ, სამოძრაო თანხა, რომელიც შეუძლია მას ანძაში დააბანდოს. ეს არის კიდევ ერთი, ესე ვთქვათ, ტყუილი ნაციონალური მოძრაობის მიერ ზეწოლის შედეგად განხორციელებული. ეხლა მე არ მინდა ეს ადამიანი რამე შარში გავხვიო, მე მისგან არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ბოლოს ბატონი ბოლაშვილი ვნახე 2008 წელს. ესე რომ მე ნამდვილად ვერ გეტყვით ახლა მისი შეფასება რა იქნება, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან იმ ინფორმაციიდან რომელიც მე მაქვს, მე შემიძლია ეს შეფასებები გავაკეთო. ახლა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში შეაქმნევინებენ რაღაცა ფირმას, ახლა ცოტა ადრე შექმნილი ფირმა რო ეპოვნათ, არა? 11 ივლისს არის ხო ეს ფირმა შექმნილი, რომელიც შეიქმნა და უცებ ანძა იყიდა კიდეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ მაქსიმალური კონტროლის ქვეშ მოაქციოს ყველაფერი, მათ შორის სატელევიზიო ანძაც. მე მოგიწოდებთ ყველა თქვენგანს, რომ ამასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა თემებთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზული რეაგირება გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად ძალიან სერიოზული რისკების მატარებელი განცხადება. და ქალბატონო ბოლოს მინდა გკითხოთ ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა რომ დემოკრატიულმა მოძრაობამ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა? იცით რაშია საქმე? ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმას, რომ არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ სახალხო კრება, დემოკრატიული მოძრაობა წარმოეჩინა ისეთ ძალად, რომელსაც თურმე ქვეყნის გადატრიალებით უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, ჩვენ ვამბობდით ყოველთვის, რომ არა, ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლა გვინდა არჩევნებით. მაგრამ ეს არჩევნები უნდა იყოს მართლაც თავისუფალი და დემოკრატიული. იმისათვის, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და დემოკრატიული, საჭიროა უპირველეს ყოვლისა მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, სასამართლოს თავისუფლება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავისუფლება და პოლიციის დეპოლიტიზაცია. აი, ყველაფერი ამისთვის რეალური ბრძოლაა განსახორციელებელი. მე ვერ ვხედავ დღეს იმას, რომ ოპოზიცია რეალურად ამისათვის იბრძოდეს. მე ძალიან მიკვირს დღევანდელი ოპოზიციის, სიმართლე გითხრათ, ამდენი ხანი არ ვამბობდი ამას და მე რამდენიმე საკითხზე მინდა კიდე თქვენი ყურადღება მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩერო. მე ველოდებოდი იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკის ნაცვლად 26-ში სახალხო კრების და პირადად ჩემი კრიტიკით გამოიჩინა თავი. მე ველოდებოდი, რომ ელემენტარულ ადამიანურ სოლიდარობას მაინც გამოუცხადებდნენ იმ ადამიანებს, ვინც უსამართლოდ ზის ციხეში. და მე მინდა დღევანდელ ოპოზიციას ვუთხრა. რაც არ უნდა ილაპარაკონ. ვერც ერთი მათგანი ვერ უარყოფს იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს, როცა მე პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, ყველა უკანონოდ დაპატიმრებულთან განსაკუთრებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანთან დაკავშირებით ვიჩენდი ძალიან დიდ ყურადღებას
და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ თუ გავიგებდი, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული, ან ოპოზიციური ლიდერები მომაწვდიდნენ ამაზე ინფორმაციას, არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ მქონოდა მათთან მუდმივი სატელეფონო საუბრები, არ ყოფილიყო ჩემი მხრიდან ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ეს ადამიანები განთავისუფლებულიყვნენ და ხშირ შემთხვევაში წარმატებული იყო ეს ზეწოლა. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორით ამას არასოდეს არ ვლაპარაკობდი და ქულებს არ ვიწერდი. მე მაინტერესებს დღევანდელი ოპოზიცია, რომელმაც სხვათა შორის ჩემთვის ძალიან უცნაურად. აი ამ დასკვნასთან დაკავშირებითაც კი კუკავას გარდა არც ერთმა არ გააკეთა კომენტარი. რას ნიშნავს ეს? თუ გარიგების ერთ-ერთი ნაწილია ისიც, რომ არავითარ შემთხვევაში ბურჯანაძესთან დაკავშირებით ობიექტური სიტყვა არ უნდა ითქვას. მე მახსოვს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა როგორ განაცხადა, რომ ჩემთან მოსვლის ნუ შეგეშინდებათ, ვინც ჩემი წევრები იქნებით, ყველას დაგიცავთო. გახსოვთ, ხო? ეს რას ნიშნავს? ანუ შენ წევრებს დაიცავ უსამართლობისაგან და სხვის წევრებს არა? როგორ ჩანს ის ადამიანი გულწრფელი იყო. როცა ამას ამბობდა, იმიტომ რომ მისი და მისი პარტიის მხრიდან მე არ გამიგონია არც ერთი სიტყვა უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანთა დასაცავად. ძალიან სამწუხაროა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს მაინც აგვისტოს გამოა, რომ ასე ვთქვათ, პოლიტიკური ცხოვრებისთვის შეიძლება, ასე ვთქვათ, და აქტიურობისთვის ნაკლები დრო რჩებათ. მაგრამ ძალიან სამწუხაროა, მაშინ როდესაც წითელი ჯვარი, რომელსაც ჩვენ ოფიციალურად გადავუხადეთ, მადლობა. დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს როგორღაც წაეშველნონ, სამწუხაროდ ოპოზიციის მხრიდან არ ისმის კატეგორიული მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გაირკვეს რა ხდება მძღოლებთან დაკავშირებით. გაირკვეს რა ხდება სხვა უკანონოდ დაპატიმრებულებთან დაკავშირებით, მათ შორის ბათუმში. გაირკვეს თუნდაც რა ხდება აიას გამომცემლის დაჭერასთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანს უცეფ ესე იგი ლამის 1 ტონა გეროინი აღმოუჩინეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს, რატომ არავის არ უჩნდება კითხვა? რატომ მოხდა, რომ ბურჯანაძის დაცვის ყველა წევრი იყო დაპატიმრებული? სხვათა შორის მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემი დაცვის 2 წევრის იარაღი დღესაც არ არის დაბრუნებული. ხომ არ არის ეს ზეწოლის და მათი დაშინების ერთი სერიოზული შესაძლებლობა. ამ ადამიანებს სტაბილური იარაღი ჰქონდათ, რომლის ტარების უფლებაც ჰქონდათ, იმიტომ რომ ისინი იყვნენ სახელმწიფო დაცვის სამსახურში გაფორმებულნი. მათ წაართვეს იარაღი დაპატიმრების დროს და ეს იარაღი არ ჩანს. ხვალ შეიძლება უცებ აღმოჩნდეს, რომ ვიღაცამ ამ იარაღით დანაშაული ჩაიდინა. ეს არის პირდაპირი შანტაჟი ამ ადამიანების. მე მაინტერესებს დაცვის პოლიციის ხელმძღვანელობას მივმართავ კითხვით. რატომ არ დაიცავით თქვენი თანამშრომლები, რომლებიც დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სახელმწიფო კანონით დადგენილი საქმიანობას ანხორციელებდნენ. ისინი თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, როდესაც ჩემს გვერდით იდგნენ და მიცავდნენ. რა მუხლით დაიჭირეს? რომელი პოლიციელის წინააღმდეგობის გაწევაზეა ლაპარაკი? იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც თქვენს თვალწინ დაიჭირეს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. ადამიანები, რომლებსაც სცემდნენ, მე მინდა საზოგადოებამ ეს იცოდეს. სცემდნენ ერთადერთი ბრალდებით. რატომ გაიყვანეთ ბურჯანაძე, მას იქ მიწაზე უნდა ეფორთხაო. რატო უნდა მეფორთხა მიწაზე? იმიტომ რომ თქვენმა შიშარა პრეზიდენტმა და ლაჩარმა იფორთხა გორში? მან იფორთხა გორში, იმიტომ რომ თვითმფრინავის ხმის შეეშინდა. მე სპეცნაზის მანქანების ხმის არ შემშინებია და ჩემი დაცვისთვის, პიპინიას ცხენისთვის არ გამისწრია მიტინგიდან. დაცვა დამეხმარა გასვლაში. დაცვას ურტყამდა ყველა ცემდა, ვისაც არ ეზარებოდა. სად არის ბურჯანაძის დაცვა? მივიდოდნენ, ცემდნენ. რატომ? რა დააშავეს ამ ბიჭებმა, რომლებიც ასრულებდნენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას? რატომ ეუბნებიან ამ ბიჭებს, რომ კი ბატონო, თუ გინდათ დაბრუნდით ბურჯანაძესთან, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ შვილები გყავთ, ძმები გყავთ, ოჯახის წევრები გყავთ. ეს რა არის? მე ნამდვილად ვერ შემაშინებს ხელისუფლება, მინდა გითხრათ. მაგრამ ბურჯანაძის დატოვება
2006 წლის მაისში დილის 4 საათზე 26 მაისს 2011 წლის 26 მაისს დილის 4 საათზე დაცვის და მძღოლების გარეშე ეს იყო პირდაპირი საფრთხის წინაშე ჩემი დატოვება რომელზეც პრინციპში ხელისუფლებამ წესით და კანონით პასუხი უნდა აგოს მე ნამდვილად პრობლემა არ მაქვს პირდაპირ შემიძლია გითხრათ მაგათგან განსხვავებით დაცვითაც შემიძლია სიარული და დაცვის გარეშეც ვერც ერთი მათგანი როცა ხელისუფლებაში არ იქნება ვერც დაცვით ვერ გაივლის ქუჩაში იმდენი უბედურება აქვს ჩადენილი მაგრამ ეს არის პირდაპირი მცდელობა იმისა რომ პროვოკაციებისათვის ბურჯანაძე უფრო ხელმისაწვდომი იყოს ისევე როგორც მე ვაფრთხილებ ხელისუფლებას მე მაქვს კვლავ სერიოზული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ რომელიმე ჩემს შულს შეიძლება მოუწყონ პირდაპირი პროვოკაცია მაგალითად ვინმე შემთხვევით რომელიმე თავშეყრის ადგილზე ერთ-ერთი ესეთი სცენარი მუშავდება თუნდაც ახალგაზრდების თავშეყრის ადგილზე მივა და შეგნებულად რომელიმე მათგანს მიაყენებს შეურაცხყოფას თქვა დედას შეაგინებს ნუ გასაგებია რომ 18 წლის ბიჭმა და 25 წლის კაცმა შეიძლება ეს ვერ მოითმინოს მერე შემთხვევით აღმოჩნდება რომ ეს ვიღაც არის პოლიციელი რა კანონი მიიღეს თქვენ ეს ძალიან კარგად იცით ხო ვაფრთხილებ ხელისუფლებას ძალიან ზვირად დაუჯდება ამ ტიპის პროვოკაციები ძალიან ზვირად სხვათა შორის არც ერთმა თქვენმა ტელევიზიამ აღარ გაიმეორა ჩემი სიტყვები სადაც ხვისი შვილები იქ ჩემი მეთქი როდესაც 26 მაისს ვთქვი მე როცა ამ ბრძოლაში მოვდიოდი ყველაფრისთვის მზად ვიყავი და ჩემი ოჯახის წევრებიც ყველაფრისთვის მზად არიან მაგრამ ამ ტიპის პროვოკაციების დაგეგმვა მაინც ჟონავს ამიტომ მე მაქვს ეს ინფორმაცია, ისევე როგორც მქონდა თავის დროზე ის ინფორმაცია, რომ იყო ლაპარაკი ნარკოტიკის ან იარაღის ჩადებაზე, ან ავარიის მოწყობაზე, განსაკუთრებით ეს ეხებოდა უფროს შვილს, მაგრამ ნუ რომელიღაცა ჭკვიანი მიხვდა, რომ ამას ძალიან დიდი რეზონანსი ექნებოდა. ეხლა ეს უნდა შეიფუთოს ისე, რომ უფრო ადვილად დასაჯერებელი იყოს. ამაზე ხელისუფლება ძალიან აქტიურად და ძალიან სერიოზულად მუშაობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კატეგორიულად მოვითხოვ. ექსპერტიზის დასკვნებს ავტომანქანებზე. კატეგორიულად მოვითხოვ კრების ოფისის გახსნას. 2 თვეა ოფისი კრების არის დალუქული. ჩვენ არ გვეძლევა კრებაში მუშაობის განხორციელების შესაძლებლობა, იმიტომ რომ მერე გავრცელდეს ის ჭორები, რომელიც გაზეთებში ვრცელდება, რომ თითქოს კრება იშლება. მიუხედავად დიპკორპუსის ჩართვისა, ხელისუფლება გვეუბნება, რომ თურმე 2 თვე ჭირდებათ კიდე რომ ოფისი დალუქული იყოს, ძალიან მაინტერესებს რაში. და გამახსენდა, ძალიან საინტერესო დასკვნა ექსპერტიზის მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებით. სასამართლოზე ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე იმ ბოთლების შიგთავსი, რომელიც ხელისუფლებამ აღმოაჩინა, მოლოტოვის კოქტეილის შიგთავსი არ არის. ხო? მაგრამ გარეგნულად თურმე ძალიან გავს მოლოტოვის კოქტეილს. ეს რა არის, ხო არ იცით? და თურმე სხვათა შორის მე ვფიქრობ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ერთ-ერთმა მოწმემ თქვა რომ ბადრი ბიწაძე თურმე ამბობდა რომ იქნებო კვერცხები ვიყიდოთო და კვერცხებში მოვათავსოთ შიგნით მოლოტოვის კოქტეილიო. რატო გაგეცინათ? ესეთი აღმოჩენისთვის შეიძლება ესე ვთქვათ გინესის წიგნში შეიყვანონ ჩემი ქმარი. რო ესე იგი კვერცხი ესე მაინტერესებს იმართლე გითხრათ, ეხა კვერცხში მოლოტოვის კოქტეილი ეს ნამდვილად ახალი აღმოჩენაა. ესეთი რამ დედამიწაზე, აი ბერძნებსაც კი რომლებიც მოლოტოვის კოქტეილის როლაში ნამდვილად მაგრები არიან და ერია სხვათა შორის ჩვენგან განსხვავებით, ჩამოყალიბებული ერი, რომელიც თავისი უფლებისთვის ბრძოლას ახერხებს და ჩვენ ალბათ ამას ჩვენც მოვახერხებთ, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ბრძენია და ბოლომდე ამას მაინც არ მოითმენს. ისე ალბათ ეხა ბერძნებს უნდა დაუკავშირდე და ეს ნოუ-ჰაუ კვერცხებში მოლოტოვის კოქტეილის მოთავსებასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მივაწოდო. უფასოდ რა თქმა უნდა. მართლა ხო?
6-იანისგან ჩვენ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დაპირებები მოვისმინეთ, რომელთა შესრულებისთვის რეალურად გადადგმული ნაბიჯები არ დამინახავს. მე გეკითხებით ერთ რამეს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ამ მომრჩეველთა რაოდენობის დადგენა. მე გეკითხებით. აი, ძალიან მარტივი მაგალითი ავიღოთ, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ხვალ არის არჩევნები. და დღეს მოსახლეობამდე მართალი სიტყვის მიტანის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ხელისუფლებას და ხელისუფლებასთან გარიგებულ პარტიებს. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ბიზნესმენი აფინანსებს ხელისუფლებას და ხელისუფლებასთან გარიგებულ პარტიებს. ჩავთვალოთ, რომ 6-იანი არ არის, არც გარიგებული, არც შეთანხმებული. პოლიცია მიდის თითოეულ ადამიანთან და ეუბნება, რომ შეხვალ გადაიღებ ფოტოაპარატით კი არა, ტელეფონით, რომ შემოხაზე 5-იანი და გამომიტან შემოხაზულს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს სამსახურს. შენი შვილი აღმოჩნდება, ასე ვთქვათ, პოლიციის წინააღმდეგობის გაწევისთვის ან ნარკოტიკების ტარებისთვის დაკავებული. ციხეში თუ გიზის დაალეწავენ ცხვირპირს. მე მაინტერესებს ამ პირობებში როგორ აპირებს 6-ეული თუ 6-იანი როგორც არის არჩევნების მოგებას. ძალიან საინტერესო სტატისტიკა ძვირფასო მეგობრებო. საქართველო არის მე-5 ადგილზე მსოფლიოში. ალბათ ამაშიც პირველ ადგილს უნდა მივახციოთ. მაგრამ რუსეთი ნამდვილად გვისწრებს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ სერიოზულად აქ. აი, აქაც თუ შევეჯიბრებით, ეგ აღარ ვიცი. მე-5 ადგილზეა საქართველო პატიმრების რაოდენობის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე მთელს მსოფლიოში. მე-5 ადგილზე. ეს იმას ნიშნავს, რატო? ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენი ქართველი დამნაშავეა? ჩვენ საერთოდ მაშინ ერატყოფნის ღირსიც არ ყოფილვართ. ყველა ამდენი ადამიანი თუ საქართველოში არის კრიმინალი და დამნაშავე, ჩვენ საერთოდ მაშინ ყოფილვართ კრიმინალური ერი. გამოძიება იცი როდის მუშაობს ჩემო კარგო კარგად? გამოძიება მუშაობს კარგად, როდესაც ადამიანს ბრალს უმტკიცებენ. მაშინ კი არა, როდესაც ცხვირპირს ალეწავენ და ეუბნებიან, რომ ცოლს გაგიუპატიურებ თვალწინ და ან შენს კამერაში რო ბიჭიზის, იმას გაგიუპატიურებ თვალწინ, აღიარებით ჩვენებას თუ არ მიცემო. ასე მუშაობდა სტალინის დროს და გიტლერის დროს გამოძიება. და აღიარებების რაოდენობითაც საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პირველი ქვეყანა არის მთელ მსოფლიოში. და ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ შენც რომ ჩაქვსვან ციხეში და გითხრან, რომ თვალწინ ცოლს გაგიუპატიურებ ან დასო, შეიძლება აღიარო, რომ, ასე ვთქვათ, ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს თხრიდი. რაც არ უნდა მაგარი ვაჟკაცი ბიჭი იყო. ძალიან ძნელია ამ წნეხის გაძლება. ამიტომ მე ნამდვილად არ შემიძლია ყველა იმ ადამიანს, ვინც აღიარებით ჩვენებაზე მიდის, ასე ვთქვათ, გაკიცხვით შევხედო. ძალიან ძნელია. როცა შენ გეხება, კაცმა შეიძლება ვაჟკაცმა ცემაც აიტანო, შეურაცხყოფაც აიტანო, მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც შეეხებიან შენს მეუღლეს, შენს დედას, შენს დას, თუნდაც უცნობ ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად კამერაში ზის და რომელსაც არაფერი არ დაუშავებია იმის გარდა, რომ შენზე ზეწოლა უნდათ მისი უდანაშაულობით მოახდინონ. აი ესეთ ქვეყანაში ცხოვრება თუ გვინდა, მაშინ გავიხაროთ მარტო იმით, რომ MTV-ზე აჩვენებენ ეკლესიას კონცერტს. კარგია, განა კონცერტი ცუდია. კარგია ძალიან, როდესაც ბათუმი გამოჩნდება MTV-ს ეკრანებზე. მაგრამ თლად კარგი არ არის, როდესაც გამოჩნდება, რომ ბათუმში თურმე რაღაც სპეციფიური ტურები უნდა გაიმართოს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების. მე არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევი, ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ რეკლამირება იმისა, რომ ბათუმი უნდა იქცეს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების ქალაქად. ნახეთ, შებძანდით ვებგვერდზე და ნახავთ. დიახ, სპეციალური გვერდებია შექმნილი და არა ხელისუფლების ჩარევის გარეშე. თუ ეს გვინდა, რასაც სხვათა შორის არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც საფრანგეთი, არც გერმანია, არც იტალია, მაინდა-მაინც ახალისებით არ ეკიდება. მე არ მინახავს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ახალისებდეს ნიცაში ან კანში ამ ტიპის ტურიზმს ან ამ ტიპის, ესე ვთქვათ, ღონისძიებების ჩატარებას. თუ ჩვენ ყველაფერში ყველას უნდა გაუსწროთ და პირველები უნდა ვიყოთ. ქვეყანა ხელში შემოგვეფრთხნება და
უკვე პრაქტიკულად ქვეყნის ნაცვლად ხდებით ტერიტორიული ერთეული. ამის ყველა ნიშანი არსებობს. მე გეკითხებით, რა უნდოდა ჩვენს პრეზიდენტს პერუში? სოფლიოს 180 რამდენი ქვეყანაა ახლა 198 მე მგონი, ხო? სოფლიოს 198 ქვეყნიდან. არც ჩინეთი, არც ინდოეთი, არც ამერიკა, არც გერმანია, არც რუსეთი, არც ავსტრალია, არც ჩეხეთი, არც აზერბაიჯანი, არც სომხეთი, არც ყაზახეთი, არავინ არ ყოფილა იქ წარმოდგენილი დიპლომატების სტატუსის გარდა ოფიციალური დელეგაციით და მით უმეტეს პრეზიდენტის რანგით ლათინური ამერიკის ქვეყნების გარდა. რა უნდოდა იქ რო ჩავიდა? რო აბოთავებს მთელ ქვეყანას ვეღარ ხვდებით? და თავზე ლაფს რომ გვასხამს მთელს მსოფლიოში, მაგრამ მაგას ვინ დაეძებს? ეხლა მუშავდება ძალიან დახვეწილი გეგმები იმისა, როგორ მოისპოს მაქსიმალურად რეალური ოპოზიციური ძალები, კონკრეტულად სახალხო კრება, დემოკრატიული მოძრაობა, იგივე მოძრაობა თეთრები, იგივე რამდენიმე გამონათება, რომელიც არის და გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩატარდეს ზუსტად ისეთივე არჩევნები, როგორიც ჩატარდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, როცა ვანო მერაბიშვილმა არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ზუსტად დაგვისახელა, ვინ რამდენ პროცენტს მიიღებდა. და 190 კაციანი პარლამენტის შემთხვევაში გაცილებით ადვილია, რომ გადაანაწილო ადგილები, მით უმეტეს, რომ ზოგიერთ 6-იანში შემავალ პოლიტიკურ პარტიებში შიდა პარტიული ბრძოლაც კი არის, იმიტომ რომ ზოგი ამბობს, რომ რასაც გადმოგვიგდებს ხელისუფლება, იმას უნდა დავეთანხმოთო და ზოგი მათ შორისაც ამბობენ, რომ არა, გადმოგდებულს არ უნდა დავეთანხმოთო. მე ვთავაზობ ყველას. თუ ვართ ოპოზიციაში, ერთმანეთის ქიშფს მართლა თავი უნდა დაანებოს ყველამ. და ემანდ ბურჯანაძეს არ წაადგეს რამეში ჩვენი გამონათქვამებიო, უკანონოდ 45 გრადუსიან სიცხეში უწყლოთ რომ სხედან პატიმრები და დილასაღამოს თავპირს ალეწავენ, იმ ადამიანების დასაცავად ამოიღეთ ხმა. მე არ შემშინებია სხვათა შორის, როცა 6-იანი მეტნაკლებად ცივილიზებულად მოიქცა და არ გაიყიდა მილიონზე, რომელსაც ან მიცემენ და ან არა კიდე იმ ორ პარტიას. ვთქვი, რომ კარგად მოიქცნენ მეთქი. მართალია, მე გადაწყვიტეს, რომ ეს ერთი პოზიტიური სიტყვა იმას ნიშნავდა, რომ ვეხვეწებოდი, რომ არიქა თქვენი ჭირიმე შემომიშვით 6-იანში მეთქი, მიუხედავად ჩემი დიდი დაწყნარებებისა, რომ ნუ გეშინიათ ძალიანაც რომ თხოვოთ შემოსვლას არ ვაპირებ მეთქი, მაინც აკეთეს განცხადებები, რომ ხალხს ყურში კარგად ჩაჯდომოდა, რომ აი ბურჯანაძეს უნდა შემოსვლა და ჩვენ არ ვიღებთო. დაწყნარდით ბატონებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსად შემოსვლას არ ვაპირებ. იყავით თქვენ 6-იანთან, 7-იანთან, 9-იანთან თუ რამდენთან ერთადაც გინდათ. დაიცავით ყველა სუფლებები, არა მარტო თქვენი პარტიის წევრების და ხმა ამოიღეთ რეალურად იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება.